გაგაცნოთ 15-ულები. კი, პირველივე პაუზაზე გაგაცნობთ შემადგენლობებს. რა თქმა უნდა. ცირეკიძის მაღალი ფეხი ბრწყინვალე იყო მახათაძე. შეიძლება უფრო გამწვავება შიგნით. სწორი გადაწყვეტილება და ოთარ გიორგაძე ხსნის ანგარის დღევანდელ შეხვედრაში, თუმცა ყველაფერი ამ შეტევის უდიდესი დარტყმა, რომელიც გადაკვეთს უპირატესობას, ესეც მივიღეთ. ხვათაძისგან იყო ეს წინსვლა, ეხლა დარბაიძე შებრუნებული გადაცემა, პიტერსი კარგად გათამაშებული. ვალამაზია! კიდევ ერთი გადაცემა. შემდეგ ლელო. მეორე ლელო უკვე ძალიან მაგარი დასაწყისია, გშავლობს 11 ფაზა აკინძეს ჩვენმა მორაგბეებმა ამ შეტევაში და ამ 11 ფაზის შედეგად საბოლოო ჯამში მოახერხა დევნოს თვალყური და მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, გაათამაშეს ეხლა ხელდახელ ბურთი, აბა ვნახოთ როგორ დავიცავთ თავს. თითქოს კარგად ჩავხურეთ, დაუთმეთ მანძილი, მაგრამ ცირეკიძემ დააგვიანა წამით გადასვლა შიგნიდან. შევსებამ ოდნავ დააგვიანა დაცვა და გადავრჩით ამ შემთხვევაში გარეთ არის დიდი სივრცე, დიდი უპირატესობა კლავ ტაბუცაძე ლელოს გადასარჩენად, მაგრამ არ გამოსდის და დერნელ უფრო ჩვენი მეტოქე კი, აკონტროლებს და მოვლით ცდილობს წინსვლას კიდევ ერთი ჯარიმის უპირატესობა მიიღეს. ხო, კრისტოფერ ალისონი გასცემს ჯარიმებს, ვერ ვიტყვით რომ რაიმეს აჭარბებს, კი მივიღეთ აი ესეთი მარტივი ლელო, სრული გაუგებრობა ჩვენს დაცვაში. ხო, ჩაგვი გამოიტანა პერანიძე და იქნია ერთი მეორე მოძრაობა შევიდა და გასცა პასუხი ბარსის რომელმაც 5 მეტრიანში გაგვითამაშა და უშუალო ვიზავმა თენგიზ პერანიძეს. treba ალბათ ხო, არა, ის ლოგიკა რატომაც ურტყავთ სრულიად მისაღები და გასაგებია, გავიტანეთ 21-20, ერთგულიანი მინიმალური სხვაობით გადაალაგეს, გადააწყეს, შემოუშალეთ მოლი, მაგრამ გაგვეპარა ამასობაში. ორი ხელით მოგება და დავაყენეთ მოლი, ხვათაძე აკონტროლებს მას მოლის კუთხში, მაგრამ არ გვაქვს ჯერჯერობით წინსვლა. კარგად დაგვიხვდა მოწინააღმდეგე. აი ახლა მოწყდა ერთი ნაწილი, კიდევ ერთხელ გაიშვირა საჯმა, ესეც ლელო, თანაც საჯარიმო და ამ ყველაფერს უნდა მოყვეს ჩვენი დაცვა და მაინც მოახერხეს მიუხედავად ასეთი ორი კონტაქტისა, მაინც მოახერხეს საბოლოო ჯამში ფრთაზე ლელოს გატანა. გააკეთა გადაცემა ტაბუცაძე. აი ის რაც გვინდოდა ჩვენ გამოვიდა საბოლოო ჯამში. ხო, აი ავაჩქა და სტემს მოუმატეთ თუ არა და იმ შეცდომიდან შეცვლებმა გამოგვაცოცხლეს ცოტა გადაყრის ხარისხმა მოიმატა, ლამაზი გადაცემა, რამაც გამოიღო შედეგი და ცირეკიძეს მიეცა სივრცე, გაიხსენა ინგლისი ცირეკიძემ შიგნით ტაბუცაძე მონახა და ახლა უკვე განვიმტკიცეთ ანგარიში უპირატესობა. აქაც კარგად მივდივართ და მე მგონი აქაც ლელოს ვერ გადაურჩევი. აღარ გარისკეს და აღარ გარისკეს დაჯარიმება და გაუშვეს ლელო. ხვათაძემ გადაიბარა წინსვლა აღარა გვაქვს. მოწყდა ხვათაძე ბურთს, სწრაფად კარგად გათამაშებული ხელდახელ შეტევა და ტაბუცაძის მორიგი ლელო მარჯვენა ფრთაზე და შეგვიძლია ვთქვათ უკვე რომ დღევანდელ შეხვედრაში შავმალურმა წავიდეთ კიდევ ლელოზე. კიდევ უნდა წავიდეთ ჩემი აზრით 4 არა ამ შემთხვევაში დავავთავრეთ, ალბათ ენერგიას გავუთხილდნენ. გამომდინარე იქიდან რომ სულ რაღაც 5 დღეში 10 ივნის უკვე გველის კიდე ერთი შეხვედრა უკეთეს გუნდთან ვიდრე პუმასე არის გრიქასთან.